გამარჯობა, მივესალმებით ჩემს გამომწერებს და ძალიან მოკლედ მინდა შევაფასო მიმდინარე პოლიტიკური პროცესი და აქედან მივმართო ახლა იმ გომელაურს თანამდებობიდან რო გაიპარა და იმ გამოსირებულ ვაჟას სირაძეს. დაახლოებით 3-4 დღეა გასული, ხო? მეტი ხო არ არის გასული, რაც უპატიოსნეს კაცს ჩაუდევით ნარკოტიკი და დაიჭირეთ. სიგარეტს რო არ ეწევა, ისეთ კაცს ჩაუდევით ნარკოტიკი და დაიჭირეთ, ხო? და წაიყვანეთ იმის გულისთვის და დააპატიმრეთ, რომ ჩემი მეგობარია და რაღაც ქაღალდზე არსებული ორგანიზაციის წევრია, ექიმი, რომელიც ჯარისკაცებს თქვენს მიერ დაინვალიდებულ და გაუბედურებულ ვეტერანებს გვერდში ედგა და ეხმარებოდა. აი ეს გააკეთეთ თქვენ, იმიტომ რომ თქვენ მე ვერ მომწვით და გადაწყვეტეთ, რომ რადგან ცხენს ვერ მოერეოდით, ამიტომ უნაგირს დალეწავდით მაგ და დაიჭირეთ ეს პატიოსანი კაცი და აწვალებდით და იქ ორგანიზაციის ბეჭედისა და აქ და ეს აგვითომ ახლა ჩემი ორგანიზაციის ბეჭედით იმაშვებოდა, რა ქვია, სამყარო გადატრიალდებოდა გეგონათ თქვენ და რაღაცა. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რაღაცის გაყალბებაში გინდოდათ მხოლოდ, რომელსაც მშვენივრად აკეთებთ და მშვენივრად ასრულებთ, მაგრამ თან ვიღაცის ინიციატივაც კი იყო ჯერა ეს ყველაფერი, იმიტომ ნელ-ნელა დაწყებული მაქვს ამ ყველაფრის შესწავლა. და თან რა არის, ცი გომელაური აცხადებს, რომ შვილი ყოლია, თურმე ახლა სომეხი რო ხმარობდა მაგიშვილს. არ ვიცი იმისგან, არ ვიცი მეორისგან, მე რომ მალავდა იქ საქართველოს საელჩო გერმანიაში გადასამალი პუნქტი რო ყოფილა ვიღაცის ინტიმური სკანდალების და შვილი ყოლია იმისგან და თურმე ახლა დაუცმობს ოჯახს ყურადღებას და შვილიშვილს მოეფერება პუჭებში თუ ყვერებში. ხო და არ გასულა ხო დიდი ხანი არ გასულა, რომ ძალიან მალე მოგიწია თანამდებობების დატოვება. თქვენ ხო გულახდილები არასოდეს არ ყოფილხართ. თქვენ ჩვეულებრივი ხართ, ნარკოდილერები, მაგრამ წადით რა სამსახური დატოვეთ და თქვენ ოჯახს შემოსავალი არ ექნება და გაუჭირდება და ვაისაცოდაო გომელაურის ოჯახო და ვაისაცოდაო გამოსირებული სირაძის ოჯახო. აი ამიტომ კი არა. უბრალოდ რა მოხდა, რატო არ უყვებით ხალხს, სინამდვილეს რატო არ ეუბნებით, რატო გაიქეცით? ისი გულისთვის გაიქეცით, ნარკოტიკის ჩადება გერა, ხალხი დაჭეხეთ შუა ქუჩაში და ხალხს დემოკრატიას უზღუდავთ კი არა, ელემენტარული თუ რამე თავისუფლების უნარი ქონდა, ხო? ისიც კი წაართვით და კარტიდან უხსნიდით ფულს და მკვლელობები ჩაიდინეთ და მაშინ არ გაქცეულ ხართ, მაგრამ რა მოხდა? რატო გაიქეცით, რატო არ უყვებით ამ ხალხს? რა მოხდა, რაშია საქმე? ხო მოგივიდათ ეს უდანაშაულო კაცის სისხლი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით თქვენ პოლიტიკურ სამსხვერპლოზე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ხო წააკუდით ზედ ქათამივით თქვენ აბიჭრებო. მე გეტყვით რაშია საქმე. საქართველოს ბიუჯეტი რაც არის, საერთაშორისო ნარკოტიკი რაც ბრუნავს მთელ მსოფლიოში, იმისი -0.00000 არ არის მთელი საქართველოს ბიუჯეტი. რაც ირანიდან, ჩინეთიდან, კიდე პაკისტანიდან, ავღანეთიდან და ასე, ისეთი ტრასებია გაბმული, ეშმაკმა რო არ იცის და მათ შორის ახლა ჩვენი მდგომარეობა საქართველოს გეოპოლიტიკური არსი და არეალის რაც იყო საომარილელო არის და ის არ კარგავს თავის აქტუალობას და ძალიან დიდ გადაკვეთებში მოხვდნენ ბატონები, ეს ნარკოდილერები, სოფლიოს საერთაშორისო ნარკოტიკის. ხა ზღვიდან რაც ხდება და რაც გადის და რაც შემოდის, ახლა ეს სხვა საკითხია და მაგაზე მე თქვენ არ შეგაწყენთ. მაგაზე საუბრით თავს, მაგი განსჭის სხვა თემა არის, მაგრამ ხმელეთის მეფეები, ესენი ნარკო ბარონები, ვინც არიან გომელაურები, უშიშროების მინისტრები, ისინი. აი მათმა მოინდომეს ძალიან ბევრი ჭამა მოინდომეს. იმაზე მეტის ჭამა მოინდომეს, ვიდრე ოდესმე ამათ წარმოედგინათ. ბიძინა ივანიშვილმა მოისურვა თავისი ეგრეთ წოდებული დატორმუზებული ქონება, რომელსაც ასე თუ ისე შავად თუ თეთრად ლეგალიზაციას უკეთებდა მსოფლიო მასშტაბით, ის რაც შეუჩერდა იმ დანაკლისის შევსება მოინდომა ნარკოტიკით. და გადაყვა მისი ეგრეთ წოდებული მესამე და მეოთხე შრე, ესენი რა, რაღაცა ბიძინამდე არ მისული ტიპები რო არიან ეს გომელაურები, სირაძეები, ესენი.
აი მაგას გადაყვა ეს ტიპები რა. იმ დონეზე გათავხედნენ ბოლოს პატიოსან კაცი ნარკოტიკის ჩადება კი არა. ოფიციალურად თავი გამოაცხადეს ნარკოდილერებად. საქართველოს ნარკოდილერებად. დანარჩენი მთელი პროცესი, მთელი სახელმწიფო მიედინება სხვა გვერდზე და ბიძინა ივანიშვილი და მისი ეგრეთ წოდებული ჩამოსხმა პოლიტიკური ხროვა რაც აყავთ, ისინი მიდიან აბსოლუტურად სხვაგან. ამიტომ მოხდა ის, რაც მოხდა და ამას თქვენ არ გეტყვიან 1000 წელი, იზოლებული გახდნენ აი ესენი, ვინც უშუალოდ პირდაპირ ეშელონში იდგა ნარკობიზნესის და ნარკოდანაშაულის ჩაეწიათ გვერდზე. ამით ისინი ვერ დაიხსნიან საკუთარ თავს, ძალიან დიდი პარტიები გაჩერდა საქართველოში. ძალიან დიდი პარტიები, ძალიან დიდ ბიზნესში ჩაყვეს ამგენმა ხელი და არ ამგონია მე, ამგენს ახლა დიდი ხანი კონდეთ დარჩენილი. აი ეს მაფიოზები ვინც არიან, სერიოზული პოლიტიკური მაფიოზები მსოფლიოში, ვინც კურირებენ აი ამ ბიზნესს. აი ისინი ამოაბრძრელებენ ამათ პატარა ხანში. აი ეს მოხდა აქ მეტი არაფერი არ მომხდარა. ბიჭო, აბა პატიოსანი კაცი დასვამ შეკითხვას, ხო და ჩაულებრივ რეალურად მოაზროვნე მოქალაქე დასვამ შეკითხვას. მთელი შეგნებული სამყარო ამდენი ხანი დემოკრატიის შეზღუდვაზე, ხალხის ცემაზე, იმაზე ლაპარაკობს და მით უმეტეს პოლიტიკური გარემოს არარსებობაზე, პარტიების განადგურებაზე, დევნაზე და ესენი არ წასულან. როცა იმ კვლელობები ხდებოდა იქ, ბუნდოვანი მკვლელობები რაც ხდებოდა ბაჩალიაშვილების, მისი მაჩალიკაშვილის მკვლელობა რაც ხდებოდა. მაჩალიკაშვილის მკვლელობა არ იყო ბუნდოვანი მკვლელობა, ეს იყო პირდაპირ ჩადენილი დანაშაული, მაგრამ ესენი ხო კომპლექსურად მოდიოდა ამათ ბინძურ პოლიტიკურ საქმიანობაში. მაშინ არ გადამდგარან ესენი, როდესაც გომელაურის ნათესავმა მაჩალიკაშვილის შვილი მოკლა, ის სპეცრაზმელი, ვინც მოკლა მაჩალიკაშვილის შვილი არის გომელაურის ნათესავი, გვარად არის გომელაურიც. რო იცოდეთ ისე, პირდაპირ რო იცოდეთ რა, მაშინ როდესაც უშიშროება პირდაპირ სვამდა ეგრეთ წოდებულ ადვოკატებად, სუსის ადვოკატებს და სტრასბურგში ცდილობდა საქმე გაეყალბებია და ბევრი კომპლექსური უბედურებები ჰქონდა და შესწავლა ხდებოდა ამ საქმეების, მაშინ არ მოსვლიათ ამგენს თავში აზრად რო გადამდგარიყვნენ და ეხლა გაუჩნდა თურმე გომელაურს სურვილი გაიქცეს და თავისი სომეხის ნახმარ ქალიშვილის შვილს მოეფეროს ყვერებში და დატკბეს რომ ბაბუას როლშია და მაგარი ბიჭია. არ არის ასე ჩემოკარგებო. ახლა მე აქედან ვერ ავდგები და დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მინდა მივმართო იმ ნარკო ბიუროს, იმას პოლიცია არ ქვია, განყოფილების რომელიღაცა ვირთხას აქედან ვიღაცა სპარტაკას, რომელიც აი უპატიოსნესი კაცის დაჭერაში და გაუბედურებაში არის პირველი მთავარი ფიგურა. იქ ვინც იკვეთება და მკითხულობდა თურმე ჩემით ინტერესდება, ხო? ჩემით ინტერესდება. აბა კარგად მოიხედე გვერდით, ბიჭო. კარგად მოიხედე გვერდზე, სადმე ძალიან ახლოს ხო არა ვარ შენთან. ძალიან ახლოს ხო არა ვარ შენთან. და ხო არ დარჩი მაგ პატრონის გარეშე. ხო არ ვიწროვდება ის ყულფი, რომელიც შენ კისერზე გადევს. და ხო არ ვიწროვდება ეს იმაზე მალე, ვიდრე შენ შეიძლება წარმოგედგინა. აბა დაფიქრდი რა მოხდება, სადაც აი ეს გამოსირებული სირაძე თავი რო გმირი ეგონა და ამდენი ხანი არსად არ მიდიოდა, უცებ აღარ არის თანამდებობაზე. გომელაური, რომელიც 100%-იან გარანტიებს კვირდებოდა და კვირდებოდათ და შენაირ კრიმინალებს რამდენს აღარ არის თანამდებობაზე. აგერ ეს მისი სომეხის ნახმარი ქალიშვილის შვილის ყვერებში უნდა რო იძრომიალოს. შენ აღარ ახსოვხარ იმას. კატეგორიულად ავარ წინააღმდეგი, რომ აი ესეთ ტიპებს რა, ამ ვიღაცა სპარტაკასნაირ ტიპებს ანგარიშწორება მათთან მიმართებაში მოხდეს როგორ იცი, აი იმ ბაცი სამართლით, რაც თუნდაც იმ რუსიზის დეკლარირებული სამართლით რაც არის, არა. ამათ პასუხი უნდა აგონ უსასტიკესად რა. პატიოსან კაც რო გააუბედურებ ცხოვრების არსროლ დაუკარგავ, რო აიძულებ ქვეყანა დატოვოს და წავიდეს.
რო იმას ეტყვი რომ გასაგებია რომ ქვეყანა გაუბედურებულია და შენ შეიძლება 3000 ლარი არ გქონდეს, მაგრამ სესხათ აიღე ეს ფული რომ მოგვიტანო. თუ არა განვადებას მოგცემთ აგერ გირაოზე. ერთადერთი რაც ააწყვეს ამათმა ქვეყანაში ეს არის გაუბედურების, გამამაძაღლების, სულში ჩაფურთხების სისტემა და კოლექტიური სპარტაკები, კოლექტიური სპარტაკა. თორე სპარტაკი რომის იმპერიაში სერიოზული პერსონა იყო, რომელმაც გაუტეხლობის ხასიათი აჩვენა და აჩვენა ის რომ შეიძლება მონად იყო, მაგრამ მონად არ მოკვდე. ახლა ამას ეს ვერ გაიგებს, რასაც ვლაპარაკობ მე, რა წარსულის ისტორიაზე ვლაპარაკობ, ამიტომ ჯობია გავჩერდე იქ სადაც იგია სპარტაკა. ის სპარტაკი არ არის, ისა სპარტაკა. ხო და აი მაგნაირ დედარღლიანებს მე აქედან მინდა უთხრა რა. ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ. იმაზე ცოტა დრო დაგრჩათ, ვიდრე საჭირო არის. თქვენ გააგრძელეთ, ასე მე ხო არავინ არ მისმენს. თქვენ გააგრძელეთ, ასე მაგას ვინ უსმენს? კაცო, მაგი მოლაყბია, მაგი რა სიზამს. ამ უახლოესი 3-4 დღის განმავლობაში ვიყენებ ამ ჩემ რეგალიას. იმ სირაძის მიმართებაშიც, იმ გომელაურთან მიმართებაში არ გავჩერებულო არ არსადა და ელექტრონული მიმართვა იქნებოდა ფორმის, წერილობითი მიმართვა იქნებოდა ფორმის, არ დამიტოვებია არც ერთი წერტილი, საიდანაც თქვენ გიწვით. არ დავკონკრეტდები. ვინ მისმენს მე, ვინ არ მისმენს მე, ვინ გიყურებთ თქვენ, ვინ არ გიყურებთ თქვენ. აგერ შევხედავთ მაგას შედეგზე. ისი არ დასიზმრებია გომელაურს ახლა თანამდებობის დატოვება და სახში წასვლა როგორც სირაძეს. და ისი არ უნდა და არც ერთს და არც მეორეს, მაგრამ ის რეალობა რაც არის შექმნილი ხო არის რეალობა. ხო შექმნით რეალობად უპატიოსნეს კაც ხო ჩაულაგეთ წამალი და ხო დაიჭირეთ. ხოზი ხარ დღეს ორივე სახლებში. ერთ რაღაცას გეტყვით, ხვალდაზე სად იქნებით თქვენი პატრონი რო აღარ იქნება ბიძინა ივანიშვილი მაშინ. მე ვიცი ეს ყველაფერი როდის დასრულდება და როგორ დასრულდება ისიც ვიცი. და ისიც ვიცი როგორი იქნება თქვენთვის ეს ეგრეთ წოდებული კანეცი. ზუსტად ვიცი ეს. არა თქვენ თუ შეგიძლიათ თქვენ წარმოიდგინოთ თქვენი თავი უახლოეს მომავალში. აი ესეთ სპონტანურ მომავალში, რომელშიც თქვენ აღმოჩნდით ახლა, დღეს. მე ვიცი რომ თქვენ გულის სიღრმეში იცით თქვენი ადგილი სად არის, მაგრამ თქვენ არ გინდათ მაგი დაიჯეროთ. უბრალოდ არ გინდათ დაიჯეროთ. და რამდენი ადამიანი გყავთ თქვენ გაუბედურებული ბიჭო, უდანაშაულოთ და ასე უპასუხისმგებლოთ რა, რომ მინდა და დავაქციე, პარტია სჭირდება და დავაქციე. ვიღაცა სპარტაკა ვერ ადგება და უპატიოსნეს კაც ასეთ რაღაცას ვერ გაუკეთებს. თუ ესეთი რაღაცა არ იგეგმება სირაძისნაირი სირების კაბინეტში, თუ ამ სირაძეს შეთანხმებული არა გომელაურისნაირ ტიპებთან, თუ გომელაურისნაირ ტიპებს არა აქვს შეთანხმებული არალეგიტიმური პარლამენტის წევრ გნიდებთან და ასე შემდეგ. სად არიან ახლა ის ტიპები, ის ბერა ივანიშვილები, ცოტნე ივანიშვილები მიმართვა რო გაუკეთე და იმალებიან, გუბაზა სანიკიძის შვილები, სააკაშვილის შვილები, რატო იმალებიან? პოლიტიკაში ხო მოდიან, ხო უნდათ პოლიტიკა, ხო გამოდიან, ხო ლაპარაკობენ, ხო აქვთ გახსნილი საყერღელი. რატო ვერ გამოდიან და რატო ვერ მესაუბრებიან დღეს? რატო არიცავს სააკაშვილის შვილი მის მამიკოს ციხეში როა? თუ უდანაშაულოთაა იქ და თუ მაგის პოლიტიკური მართლობის მსხვერპლის არეშინია. რატო იმალება? ასე სიმპლექს რეჟიმში რაღაცას ვიტყვი და გავიმალე, ეგრე რატო? რატო არ გვერთვება აგერ ბიძინა ივანიშვილის შვილები და რატო არ გველაპარაკება იმაზე როგორი პოლიტიკა შექმნა მამამისმა? მასზე უპატიოსნესი კაცი რო გააუბედურეს და ჩაულაგეს შიგნით ჯიბეში ნარკოტიკი. რატო არ უნდა ამაზე პასუხი გასცეს? ეს პოლიტიკა ხო მამამის მოაქვს მის ქვეყანაში. გუბაზა სანიკიძე ყველა დირკაში ნამყოფი როა მისი შვილი.
რატო არ გამოდის და რატო არ ლაპარაკობს იმას, რომ ეს მისი მამის პასუხისმგებლობის საქმეც არის. და ერთი ბუნაგიდან მეორე ბუნაგში გადმომჯდარი, აი ამ ყველაფრით ასე სახეს ვერ დაიმშვიდებს. რამდენი ხართ კიდე მაგნაირი ისაო, მამის შვილებიო, მამის ცოდვებიო შვილებს არ მოეკითხებაო. რატომ ანდამაინც სხვისი შვილები უბედურდებიან ქვეყანაში და თქვენ სხვისი შვილების სისხლზე რო ყვავი ხართ? ამაზე პასუხი რატო არ აგაქვთ? რა გეკეთებიათ თქვენ? თქვენი ქვეყნისთვის? რა ნაბიჯი გადაგიდგიათ, რა საზოგადოებრივი და სოციალური პლატფორმიდან გიმსახურიათ. დღეს რო პოლიტიკაზე გაქვთ პრეტენზია და პოლიტიკურ განცხადებებზე რო გაქვთ პრეტენზია. თუ ვინმე სიტყვა სიტყვის თქვენთან მიმართებაში პასუხს თუ ვერ გასცემს თქვენი მამიკოები, ამიტომ ზად არის ვინმეს მტკივნეული დარტყმა იმ წერტილში მიაყენოს, რომელიც აკრძალული ილეთით კეთდება პატიოსანი კაცის დაჭერით და ნარკოტიკის ჩადებით. მე იმ პატიოსანი ბიჭზე ნარკოტიკის ჩადება კი ნებისმიერ ქართველზე რო მომხდარიყო ეს ორმაგად შეიძლება მტკენოდა გული. აი ეს ახარ თქვენ რეალობაში. ეს აუცილებლად ბუერანგივით დაგიბრუნდებათ. და აუცილებლად შეგროვდება ის თქვენი საურავი 3000 ლარი. ხვენია ბიჭო სადამდე დადით. და ივანიშვილის დედა ვატირე მე რომ მოდიოდა ხელისუფლებაში რითი მოდიოდა. და რა პოსტულატებით მოდიოდა და რას დაემგვანა. და აი როგორია ხელისუფლების სახე, როდესაც ის კარგავს კონტროლს, როდესაც ის კარგავს ყველანაირ შანსს იმისი, რომ რამენაირად მას გქონდეს იმედი ხელისუფლება შეინარჩუნოს. როგორი აგრესიული ხდება, როგორი მიუღებელი ხდება, რაზეა ის წამსვლელი. და აი რატო არ უნდა დარჩეს მართველი თანამდებობაზე კატეგორიულად დიდხანს, გონივრული ვადით დიდხანს, რომ ის რას შეიძლება არ დაემგვანოს. არა, უბრალოდ ვერ დაემგვანები ვერაფერს, შენ თუ ის არ ახარ. შენ უბრალოდ შენ თავს ავლენ მართველობაში. მეტი არაფერი არ ხდება აქ. და სამწუხაროდ ასია ეს. კაცობრიობის ცოდვა არის გარყვნა და კაცობრიობის ტკივილი არის. ეს ახალი არ არის სამწუხაროდ რა. თუმცა მე ერთ რაღაცას გეტყვით აქედან ივანიშვილის შვილებო, სააკაშვილის შვილებო, გუბაზა სანიკიშვილის შვილებო, და ვინც ახართ რა, გუბაზა სანიკიძეს უძახი. მე მაგას კი არა, გუბაზა სააკაშვილია, ტრანსფორმირებული მორდაროა რა. აუცილებლად დაგღუპავთ თქვენ უდანაშაულო ადამიანების სისხლი. არ შეიძლება თქვენ პატიოსანი ხალხის სისხლი, რომელიც ჩუხჩუხებს. ის იყოს თქვენთვის მომტანი სიკეთის და წარმატების, ან თუ გინდაც მეყსეული პოპულიზმის. არ გამორიცხულია. მაგრამ თქვენ მოგიტანოთ რამე სასარგებლო და რამე დადებითი. თქვენ ხართ სასტიკად გაწირულები. თქვენ უკვე კაენის ნიშნის ქვეშ ხართ. და რატო ხართ კაენის ნიშნის ქვეშ იცით? იმიტომ რომ ძალიან ცოდვილი ადამიანების შვილები ხართ. და კანონი ასე მუშაობს. აუცილებლად გადმოვა თქვენზე გომელაურის შვილზე, სააკაშვილის შვილზე, აგერ ივანიშვილის შვილებზე. წეული თაობა ხართ თქვენ. აი ამის თქმა მინდოდა მე, მეტის თქმა არაფერი არ მინდოდა მე. მეტის თქმა არა. რაც შეეხება საპატრიარქოს, რომელიც ამ ცოდვებს უყურებს. მე ხარ რა ვიცი რა უნდა ველაპარაკო, ნარკოტიკის ჩადება კი არა, ციანიდის ჩადება მაგათში ჩაულებრივი მოვლენა გახდა. თქვენ მარტო დადეკით და იმაზე ილაპარაკეთ, ვის რა რწმენა აქვს და როგორი რწმენა აქვს და რომ თქვენ ყველაზე მორწმუნეები ხართ და რომ სხვა არის ყველაზე ურწმუნო. შენ მე გულში ნდობა მითხარი და დაჯერება მითხარი რა. და ჭეშმარიტების რეალური რწმენა მითხარი თუ არა, რომელ გუნჩიც გინდა იქ იყავი და რომელი საზოგადოების წევრიც გინდა იქ იყავი. რა ვიცი, მაგალითები არის მოყვანილი კაცო ბიბლიიდან. და რეალური მაგალითებია ეს, ამას ვიღაცა კი არ იგონებს, სული წმინდა წერდა ამას მოციქულების ენით, ხო? და შეხედეთ, აგერ რა, ყველაზე მცირე ერთ პატარა სიუჟეტს მოგიყვანთ ბიბლიიდან, როდესაც ქრისტესთან მიდის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელი ის რომაელი მხედართმთავარი. და ეუბნება რომ ჩემი მოახლეო ავად გახდაო და განკურნეო, ხო? რას ეუბნება უფალი რომ ახლავეო წამოვალო შენს სახლშიო და განკურნაო შენ მოახლეს სახურსო და არაო არ არისო ჩემ სახლშიო შენი მოსვლაო საჭიროო მეო არა ვარო მაგის ღირსიო რომ ჩემ სახლში მოხვიდეო შენო.
შენ უბრალოდ სიტყვა თქვიო რომ ის განიკურნოს და განიკურნება. რა მიუბრუნდა უფალ და ჭეშმარიტად გეუბნები თქვენო ასეთი რწმენა რო იყოსო ნებისმიერ თქვენგანშიო და მე არ გავაგრძელებ რა. ის მოციქული კი არ იყო ქრისტესი, საოკუპაციო ჯარის წარმომადგენელი იყო. ფრონტების მეთაური, ბარბაროსი. რომელსაც წამდა უფლის, წამდა ჭეშმარიტების, წამდა მისი სიტყვის. და ისე წამდა მისი, რომ მისი ფიზიკური თანხმლებაც კი არ იყო საჭირო. თქვენ რამ გაგაგვარათ ასე? რა არის თქვენთვის საპატრიარქოს ღორებო, საჭირო ყანდურებო, რომ თქვენი ერი ასეთ გაჭირვებაში არის? პატიოსანი ადამიანები ასეთ უბედურებაში ტრიალებს და თქვენი ერის გაჭირვებისიც კი არ გირწმუნიათ. იმ დონეზე გიყვართ ხელისუფლება, იმ დონეზე გიყვართ ძალაუფლება და ოქრო. ქომაგად თქვენი ერისა არ დგებით. თუ რომელიმე, არ მოგეწონათ შეიძლება, მაგრამ უნდა ვთქვა, თუ რომელიმე იაღოველი, პროტესტანტი, სხვა რელიგიის წარმომადგენელი, უკანასკნელი, ამ გენზე წმინდა არ იყოს საქართველოში. უსინდისო ვიყო დამეფიცება ყველაფერი რა. თქვენში იოტის ოდენა და მისხალის ოდენა არ იყოს წმინდა და ქრისტიანული რამე რა. თქვენ ხართ დარჩენილი მარტო ჩუჩელა და სახელი მართლმადიდებლური ეკლესია ქართული. მეტი არაფერი, ბიჭო, ერთი შემთხვევანი გამაგებია დამანახეთ, რომ თქვენ გადადგით ნაბიჯი ამხელა უსამართლობის გასაჩერებლად რა ქვეყანაში. თანამონაწილეობთ, ამას ამჟამად უძახით თქვენ მოვალეობას და ლოცვა ყოფილა მოვალეობა თურმე ბიძინა ივანიშვილი კარგად რო იყოს და მისი მხედრობა რო იყოს გომელაურები და ისინი კარგად. და თქვენი მოვალეობა მეტი არ არის და თითქოს საქართველოს ისტორიაში ბერებს ხმალი არ ქონდათ ხელში და არ იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის, თავს არ აკლავდნენ უსამართლობას. რაღა იმ სამღვდელო პირებს უნდა დაემგონოთ, მანდა მაინც ვახტანგ გორგასალს რო სახეში ურტყამდა წიხლს. რატო ბერთევდორეს არ გინდათ დაემგონოთ. ვიჟო ლაპარაკობ ამაზე, იმიტომ რომ ერი თუ ერში თუ ერის კაცი წაქცეულია, იმიტომ რომ ბერის კაცი არის წაქცეული. წაქცეულია გადაგვარებულები ხართ, სახე გაქვთ დაკარგული. და მე ამას ხედავს ერიც და წამოდგომის იმედი აქვს მომსპარი. თქვენ ადამიანებმა რომლებაც თავი ღმერთს მიუძღვენით, თქვენ ახართ დაცემულები ერის კაცის თვალში და იმ ერის კაცს ოჯახის სარჩენი ყავს, მეგობართან, მეზობელთან, მტერთან პასუხი აქვს გასაცემი. და კიდე თავისი სახი აქვს ასე თუ ისე შესანარჩუნებელი, რომ ფეხზე იდგეს, რო რამე იყოს და ერის კაცია. და თქვენ თავი პირდაპირ უფალს უნდა დაუდოთ და მისცეთ. და თქვენ გადადებულებმა უფლისთვის თუ 1000%-დან 1% არ გააკეთეს არც ერისთვის და არც ღმერთისთვის და თუ გინდა ჯერ ღმერთი თქვით და მე ერი. მაშინ ერის კაცმა რა უნდა ქნას და რა უნდა გააკეთოს? იცი რას გეტყვით? მე დარწმუნებული ვარ, რომ იმიერში 10 მაგათ რომ მოგეკითხებათ, კი არა 100 მაგათ და დოლაბის ქვებიო გეკიდათო კისერზეო. თქვენზეა სასულიერო პირობნა თქვენ, მაგრამ იქნება გეყოთ, მე გამხელთ თქვენ რა. ეს არა თქვენი კრიტიკა, ჭორაობით განკითხვა, პირში გიძახით. იქნება გეყოთ იმის ნება დაუშვას უფალმა და სულიწმინდამ ის დაუშვა სინანული თქვენზე იმხელა, რომ გამოფხიზლება და რენესანსი მოხდეს თქვენში სულიერი და არ იყოთ მარტო გომელაური შვილების, ცოლების, ამგენის, იმგენის სულიერი რესტავრატორები და იყოთ მთელი ერის მამები კაცო. და შეასრულოთ ის, რაც დაწერილი აქვს ჩვენი წინაპრებიდან, ის ჯულის კანონი იქნება თუ რაც იქნება. და გამოეგოთ გონს და მოხვიდეთ გონს. თქვენ უნდა იდგეთ პირველ რიგში ფეხზე, თქვენ უნდა ამტრევდეთ ამ ჯოჯოხეთის კარიბს. თქვენ უნდა იყოთ ამდგარი ფეხზე, რომ ასეთი გარყნა არ იყოს, ესეთი უბედურება არ იყოს ქვეყანაში. ახალგაზრდა კაცი რო, ბიჭო, ახალგაზრდა კაცს რო იმაში
ლეიკოპლასტში გახვეულ ნარკოტიკს ჩაუდებ ჯიბეში. და ესეთი იმითი გინდა ატარო. ცოდვით გინდა ატარო. საის რა გინდა შენ ისეთი ახალგაზრდისგან და ისეთი საზოგადოებისგან მე მიიღო. კომპრომატით გინდა რომ მართო ვიღაცაზე რო გინდა ცუდი ჩვენება გააკეთებიო, იმიტომ რომ ხო უნდა დაფიქრდეთ ამას. ადამიანები ვართ, გასაგებია. ადამიანები ვართ, ყველას ეშინია. რაღაცა მომენტში რაღაცა ყველას ეშინია შეიძლება, ხო? არა არის შიში, არის პასუხისმგებლობა. გააზრება უნდა სწორი. როგორც იმ უფლის და სარკინოზე რომის მეთაურის ამბის არ იყოს. და მეორე ამბავიც თუნდაც აი შიშის თემაზე კაცო. თქვენი შიშის კი არა ქრისტეს ქონდა ესეთი მომენტი გულში განცდა შიშის. არის ბიბლიაში მოყვანილი მომენტი რომ გენცემანის ბაღში როდესაც ლოცულობდა ციდან იყო ანგელოზი და ამხნევებდა მას. ამ განსაცდელში ამ იმაში იმას სხვა შიშები და სხვა განცდები ქონდა ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავს შეიძლება მაგრამ ფაქტია ქართული ენა დამარხულ არსდა თქვა ამხნევებენ იმას ვისაც შიში აქვს გულში. შიში შეიძლება ქონდა ჩვენზე თქვენზე ყველაზე მაგრამ შიში ადამიანურ გულში იყო. და იმის მერე თუ შიში ჩვეულებრივ მოკვდავშიც გაჩნდა ბუნებრივი ამას ღმერთი უშვებს მაგრამ პასუხისმგებლობები და ბრძოლა საკუთარ შიშებთან. ყველა ჩადებაზე დიდია თუ შიში შენ გულში იმაზე მეტი მტკივნეულია და იმაზე მეტი ძლიერია ვიდრე ცოდვა. და ცოდვა არის მაშინ, როდესაც შენ შეგიძლია შენი მოყვასის გადარჩენა, შენ ვალდებულებაც აქვს ამისი, მაგრამ დუმხარ. შენ ამ შიშს ჩადებულ შენ გულში თუ შენ ვერ ამოიღე. ვერავინ ვერ ამოგიღებს. ნარკოტიკი შეიძლება ვიღაცამ ჩაგიდოს და ამოგიღოს და სანქცია მოგცეს ამაზე, მაგრამ შიშს რომელიც შენ გულში ჩაიდო და შენ იმას არ იღებ, არც გინდა ამოიღო, არამედ ემსახურები ამ შიშს ცოდვად ქცეულს იმას შენ ვერასოდეს ვერავინ ვერ ამოგიღებს. ამის თქმა მინდა მე ავიცი ხა რო კითხოთ ვინმე პატრიარქს უყვარსო ჩინური ანდაზებისო მოყვანაო და ახლა დაემხობით მერე და აი ასე პატრიარქს რადგან უყვარს ჩინურის არა მაგრამ ინდური ანდაზა არის ანდაზა არ არის ჩანაკია პანდიტის სიტყვებია ძალიან ცნობილი მეცნიერის მოაზროვნის და ჯერ კიდე მაშინ ქრისტე დაბადებულიც არ იყო რომ თუ ხელისუფალიო თავისი ცოდვების მონა ამას ვერ უშველისო ყველაზე ძლიერი არმია და ეს ჭირს დღეს საქართველოს ხელისუფლებას ის არის საკუთარი ცოდვების მონა და ის შიში რომელიც ცოდვად იქცა კაცობრიობის გულში და რომელიც სისხლით გამოისყიდა უფალმა რატომღაც არა აქ რა არც ხელისუფალს არც ერში და არც ბერში იმის სურვილი რომ ეს შიში გულიდან ამოიღოს და განკურნოს და ამას ეწირება მთელი ერი და ამას ეწირება მთელი საზოგადოება აი ამის თქმა მინდოდა მე დაარჩენი გასააზრებად მომინდვია ნებისმიერი თქვენგანისთვის როდესაც აი ეს ცოდვა თქვენი შვილების, თქვენი ახლობლების უპატიოსნესი ხალხის თავზე იქნება, რომ თქვენ გატკენთ მერე ეს გულს, იმიტომ რომ ვიღაცამ ეს ცოდვა ჩადებული, აი ამ ცოდვის ამოღაღმოფრვაში, ამ სარეველას მოთხრაში, როგორც გინდათ ამას ისეთი ფიგურალური ფორმა მიეცით, მონაწილეობა არ მიიღეთ ამ ყველაფერში რა. აი ამის თქმა მინდოდა მე. აბსოლუტურად მეც არაფერს არ ვიტყვი და რაც შეეხება სპარტაკას შეუძლია გააგრძელოს თავისი საქმიანობა. როგორც აკეთებს და მე მაგას მივცემ ერთ პირობას. აქედან სამაგალითოს გაგხდი აუცილებლად. როგორც წესი მე არ მახასიათებს დავერიო პატარა წიწილებს. არ არის ეს ჩემი მოქმედების სტილი, მაგრამ შენ გამოგარჩევ განსაკუთრებით, იმიტომ რომ შენ ირგვლივ მყოფებმა
შენი ბედის მაგალითი გაიხადონ ცხოვრების გაკვეთილად თუ რა შეიძლება არ უნდა გააკეთო და არ უნდა გააკეთო ის ნამდვილად, იმიტომ რომ რა შეიძლება დაგემართოს. თუ შიში ცუდი გაგებით მართავს ადამიანის გონებას, შიშს ბევრი კარგი რაღაცის გაკეთებაც შეუძლია ბარეორისთვის, იმიტომ რომ თუ შიშს ამ მოვლენას შეხედავ გარკვეული ამორფული ფორმით, შეიძლება შიშმა, როგორც რუსთაველი ამბობს, სიყვარულიც დაბადოს გულში, რომელიც არის ღმერთი. ღმერთი სიყვარულია, ამბობს ამას უფალი და რა მე მჯერა რა პოლიციის დანაყოფებში ამ ჩემს საუბარს მაინდა-მაინც ისე ვერ გაიგებენ, როგორც თქვი, მაგრამ არ არის აუცილებელი, ისინი ძალიან კარგად გაიგებენ იმ ნაწილს, რომელიც მათ შეეხოთ და მათ იციან ასეთ რაღაცებს რა მოყვება შემდეგ ხოლმე. ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომ ისინი ზუსტად იმ ნაწილს კრებენ იქედან, საიდანაც საჭიროა. და მე ვიცი ყველა სახელი და გვარი და მე ვიცი სად იდრეკენ თავს თქვენი პატრონები. ეს ასე რო არ ყოფილიყო, მე ვიქნებოდი ნომერ მერამდენე თქვენი მსხვერპლი, რომელიც აქამდე გაგიუბედურებიათ და გაგიყვანიათ იმ რგოლში, რომელშიც გაიყვანეთ ეს უპატიოსნესი ბიჭი ამ რამოდენიმე დღის წინ. გმადლობთ.